გამარჯობა, მე ბონდო ვარ და თქვენ უყურებთ ბონდო შოუს ბონდოსთან ერთად. ხო. რაღა მაინც და მაინც ბონდო, ხო? მოკლედ ბონდოებო, არაფერი პირადული უბრალოდ. ზოგჯერ თუ არ გაგიჟდები და ამიტომ ზოგჯერ თავისუფლებას ვაძლევ ხოლმე, რომ ცოტა წაუწიწინო მეც. ხშირად მეკითხებით ხოლმე ოქროს დამუშავების მერეო, აი ამ ხსნარს რას უკეთებ ხოლმეო? ეს არის დამუშავებული ოქროს ხსნარი. ამაში აღარაფერი აღარ არის ოქროს მაგვარი უკვე დავაჯინე და დავადენე კიდევაც, თუმცა ძალიან ცოტა გავომივიდა, მაგრამ რას უკეთებ ამ ხსნარს? არავითარ შემთხვევაში ეს ხსნარი არ იღურება არც მიწაზე, არც რაღაცა ზღვაში, ტბაში, მდინარეში და ასე შემდეგ. ეს ხსნარი არის დამუშავებული, ძალადაკარგული მჟავები, მაგრამ მაინც მჟავებად რჩებიან და გარემოსთვის მავნებელია და ვინა გითხრათ რომ არ იყოს რამე რეგულაციები, კეთილსინდისელი ადამიანი და მოაზროვნე ადამიანი თვითონაც უნდა ხვდებოდეს რომ სრომ არ გიკრძალავდნენ, თვითონაც უნდა ხვდებოდა იმას რომ ეს არ უნდა დაღვარო არსად ისეთ ადგილას, სადაც გარემოს ზიანს მიაყენებს. ეს ჯიგარი ნეიტრალდება დიდი რაოდენობით წყალში და მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ შეურიოთ, რა ვიცი, თუნდაც კანალიზაციას არაჩვეულებრივად გაწმენს თქვენს მილებს, რომელიც დაბინძურებულია. მაგრამ მინამ ამას გავანეიტრალებდე, მინდა ერთი ძალიან ლამაზი სანახაობა გაჩვენოთ. ცემენტაცია. ეს არის ალუმინის პატარა ნაჭერი, რომელიც შევაეხლა ამასთან რეაქციაში და მასში დარჩენილ სხვადასხვა ლითონებს, სპილენძს, ლატუნს, რახან მომწვანო ფერია, მასში ორივეა, ცოტათი ვერცხლიც იქნება და უჟანგავი ფოლადიც. ამას ყველაფერს აღადგენს და მოაწყობს ძალიან ისეთ ლამაზ ვულკანურ სანახაობას. ეხლა განახებთ როგორ ხდება ეს ახლოდან. როგორც გითხარით, ეს არის უკვე დამუშავებული ხსნარი და ჩვენ მხოლოდ მასში ახლა უნდა მოვათავსოთ აი ეს ალუმინის ნაჭერი და დააკვირდით რეაქციას ალუმინთან. წესით მალევე უნდა კონდეს რეაქცია და კი ბატონო, აი, ხედავთ, როგორი ვულკანური რეაქციები მიდის, მოდი ამას აღჩავდებ, იმიტომ რომ შეიძლება გადმოიყვაროს და ანუ რა ხდება ახლა. ეს არის ერთგვარი ცემენტაცია. ეს წყალი ახლა განხურდება მაქსიმალურ ტემპერატურაზე და თვითონ იმ ალუმინის ნაჭერს უბრალოდ ხელშიც ვერ დაიჭერთ და იქნება ასეთი ფოიერვერკი და ეს ალუმინის ნაჭერი აღადგენს ყველაფერს, რაც დარჩა აღსადგენენ რკინის ზაღას, რასაც რკინის ზაღა უბრალოდ ვერ მოერია. ეს პროცესი შეიძლება წელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს, ან 1 საათი, ან შეიძლება 2 დღეც კი, ასე რომ ასე ვერ დაუჯდებით და ვერ ვუდარაჯებთ. თუმცა ცოტა ხანი დავტოვოთ კამერას ჩართულს და შეგიძლიათ უყუროთ და ნახოთ ისი ეს ჩქეფარე რეაქციები თუ რა დღეშია. თუ თქვენს ტელეფონს აქვს იმხელა გარჩევადობა, რომ დაინახოს აი ეს ყავისფერი ნამცეცები, რომლებიც აი ეგ დაცურავენ. ნუ მე ვხედავ თვალით, მაგრამ მე ვხედავ ჩემი ტელეფონი აღიქვამს თუ არა. აი ეს ყავისფერი ნამცეცები გახლავთ უკვე ან სპილენძი, ან ლატუნი, რომელსაც ახლა ალუმინი აღადგენს. ამას დავტოვებ და მოგვიანებით გაჩვენებთ რა დარჩება ამისგან და რას მივიღებთ. აი ამ რაკურსით უკეთესად ჩანს აღდგენილი ან სპილენძი, ან ლატუნი. აი ეს ყავისფერი რაღაცეები, ლექი რომელიც ჩანს, აი ეს ლექი. სწორედ ეს არის აღდგენილი ლატუნი ან სპილენძი. უფრო სპილენძი, იმიტომ რომ სპილენძის ფერი ახასიათებს და უკვე ძალიან გახურდა ხელში ძლივს მიჭირავს.